პირველ რიგში მოგესალმებით, დიდი სიყვარულით. ეს არის პირველი ვიდეო შენი სულიერი სივრცის YouTube არხზე. ცოტა მღელავ. ჩვენ TikTok-ზე უკვე აქტიურები ვართ. ალბათ მეორე წელი მიმდინარეობს. ერთი წელი გახდა სექტემბრის ბოლოს. მაგრამ YouTube-ზე ვართ პირველად, მოგესალმებით კიდევ ერთხელ დიდი სიყვარულით. ვინც ასევე პირველად შეხვდით ჩვენს ვიდეოს, არის არხზე ატვირთული TikTok ვიდეოები, თუმცა ეს კონკრეტულად თქვენთვის მოვედი პირველად აქ და ახლა. ეს საიდან მოხდა აქ, ვიღაცა სულიერ ტრანსფორმაციაში. ჩემო ძვირფასებო, ყოველ მეორე დღეს ჩაიწერება სპეციალურად YouTube შენი სულიერი სივრცის არხისთვის კონკრეტული ვიდეოები, გაკეთდება კონკრეტული ვიდეოები და ასევე ყოველდღიურად აიტვირთება TikTok გვერდზე TikTok-ისთვის განკუთვნილი ვიდეოებიც, რომლებიც ყოველდღიურად იწერება TikTok არხისთვის. არ ვიცი, რაღაც ცოტა ვღელავ. თითქოს ჩვეული გარემოა, ჩვეული სიტუაცია ჩემთვის, ხო, უკვე წელიწად ნახევარი არა, წელიწადი და 3 თვეა, რაც ინტერნეტ სივრცეში ვიმყოფები, მაგრამ ვინაიდან ვარ ცოტა განდეგილი ადამიანი, ინტროვერტი, ჩემთვის საჯარო სივრცეები ცოტა ესეთია მოსარიდებელი, თუმცა ალბათ იტყვით მაშინ რა გინდა აქ, ხო? არც ვაპირებდი, მაგრამ ჩემი მატრიცის მიხედვით, ჩემმა სულმა აუცილებლად უნდა აკეთოს პირველ რიგში ეს საქმე, ტაროლოგია კონკრეტულად, ოღონდ ადამიანების დახმარების მიმართულებით, ესეც აუცილებლად. მოკლედ გაგეცნობით, ჩვენი არხი, გაგაცნობთ ჩვენს არხს უფრო სწორად. ჩვენი არხი განკუთვნილია ეზოთერიული მიმართულებისთვის, კი ბატონო, მაგრამ ტაროს ინსტრუმენტი გამოიყენება აქ და ამ არხზე, როგორც სულის ევოლუციის ინსტრუმენტი, ფსიქოემოციური მიმართულებით ასევე ჩემოკარგებო. აქ არ ხდება, მე არ ვერჩი არავის სივრცეს და იმიტომ არ ვამბობ ხა ამას, რომ მე ვაიმე მკითხავ, ანუ უბრალოდ არ მკითხავ, მე არ ვარ მკითხავი, მე არ ვარ მაგი, მე ვარ ტაროლოგი, რომელიც მუშაობს სუფთა სივრცეში. რას ნიშნავს სუფთა სივრცე? არის ანუ ეზოთერიკაში ზოგადად ბევრი განშტოება და უშუალოდ მაგიურ მიმართულებებში, ხო, რასაც ძირითადად ტაროლოგები, ეგრეთ წოდებული, იყენებენ. არის 3 საფეხური: დაბალ ვიბრაციული, ანუ ბნელი მაგები, მკითხავები, რომლებიც მიწიერები არიან და უკვე მაღალ ვიბრაციული სიხშირეები, რომლებიც უფრო არიან სულის მოწყვრები, ხო, სულიერი მოწყვრები. მადლობა სამყაროს ამ მიმართულებისთვის მოამზადა ჩემი სული, მაღალ ვიბრაციული, სადაც მე ვარ უბრალოდ გამტარი არხი ინფორმაციისა, მაღალ ვიბრაციული ინფორმაციისა აქ მიწიერ ცხოვრებაში, ანუ სულების სამყაროდან მიწიერ სამყაროში, რათა მოხდეს ინფორმაციულად დახმარება ადამიანებისთვის, რომლებსაც ჭირდებათ იმ და იმ მომენტში რაღაც კონკრეტული რაღაცის ცოდნა იმისთვის, რომ ადამიანი, რომელიც სულიერი კონტრაქტის მისიის მიხედვით არის რაღაცა გაჭედილ მდგომარეობაში, რასაც ქვია ეგრეთ წოდებული გაკვეთილში ყოფნა, ხო? აი იქ რაღაცა რომ დაეხმაროს, რომ დაუშვათ ის თავის გაკვეთილი, გადალახოს, არ დატკეპნოს, არ რეგრესირდეს, ან ვაფშე არ დეგრადირდეს. აი ამისთვის სამყაროს ჩვენთვის უნდა ყოველთვის მხოლოდ და მხოლოდ კარგი, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ბევრი ადამიანისთვის არაერთი მომენტი ყოფილა, როცა უფიქრია, რომ ბედი არა მაქვს.
ეს არასდროს არ თქვა, ჩემო კარგებო, ნებისმიერი მოცემულობა ჩვენს ცხოვრებაში, რომელიც მოდის ტკივილის მეშვეობით. ეს არის ის მდგომარეობა, რაც ჩვენ სურს გადალახო ის გავლის შემთხვევაში სწორედ ასე ვთქვათ, სწორედ გააზრების, გაცნობიერების შემთხვევაში ჩვენ ცხოვრებას ხდის უკეთეს და ასე ვთქვათ, მშვიდს, ბედნიერს, რა ვიცი, ვინც როგორ გინდა ისე დაარქვით. თავარი მისია კი ნებისმიერი ადამიანისათვის აქ ამ განსხეულებაში, ჩემთვის, შენთვის, ყველა ადამიანისთვის, ვინც ვართ მოსულები, არის ის, რომ მოხდეს ჩვენს მენტალში, ჩვენს სულში, ჩვენს გონებაში, პირველ რიგში გული არის ყველაზე დიდი ტვინი. გაცნობიერება. თქვენ წარმოიდგინეთ, აი სიტყვას დაუკვირდით, გაცნობიერება. აი ეს არის მთავარი მიზანი თითოეული ჩვენი ადამიანის, ვინც ვართ აქ და ამ დედამიწაზე განსხეულებულები. კარგი, დავიწყოთ ახლა, გავაკეთოთ სიგნიფიკაცია. მაჩვენეთ ვინ არიან ახლა ეს ადამიანები, ვინც აი ამ დრომდე გაჩერდნენ და უყურებენ ამ ვიდეოს. რა ხდება მათ მიწიერ ცხოვრებაში, მოდი ეს მაჩვენეთ, მიწიერ ცხოვრებაში რა ხდება ახლა მათთან. პირველ რიგში შემიძლია გითხრათ, რომ ხართ ქალბატონი, საკმაოდ ჭკვიანი, ახლა აქ ამ დრომდე ვინ გაჩერდებოდა ამდენი ხანი, ხო? საკმაოდ ჭკვიანი ადამიანი, ქალბატონი, რომელიც გადაწყვეტილებებს, ცოტა მკაცრი, მაგრამ რომელიც გადაწყვეტილებებს იმპულსურად არ იღებს. თავის ცხოვრების გამოცდილებებიდან გამომდინარე. ეს ქალი აქ გადაწყვეტილებებს იღებს დიდი ხნის მსჯელობის ფონზე. აქ ასევე ამ ქალთან არ გამოვრიცხავ იმას, რომ აქ ასევე ამ ქალთან არ გამოვრიცხავ იმას, რომ შეიძლება ხარ ვინაიდან მიწიერ დონეზე ვიმაშრებით, ხართ ქვრივი ადამიანი, რომელსაც ასე ვთქვათ, თავის ცხოვრებაში რაღაცა დიდი ნგრევა მოხდა და სიგნიფიკაციას უსმენთ. შეიძლება ვიღაცისთვის მთლიანი სიგნიფიკაცია იყოს, შეიძლება ვიღაცისთვის რაღაც კონკრეტული დეტალი. აქ ეხლა თქვენს ცხოვრებაში რა ხდება? შეიძლება შვილებთან ხართ ძალიან ბედნიერად გრძნობთ თავს და აი ფიქრობთ მაგათ სწავლა-განათლებაზე მომავალში რა იქნება, როგორ იქნება. აქ შეიძლება კიდევ ვიღაცა იცი რას ვფიქრობ? რაღაცა მაგის ცხოვრებაში არის სამკუთხედი, მაგრამ ძალიან აბედნიერებს ეს მდგომარეობა, ძალიან აბედნიერებს. თითქოს აი თავის დანგრეული ცხოვრებიდან რაღაცა გამონათება, აი რაღაცა ახლიდან დაბადებულად გრძნობს თავს ეს ადამიანი, სადაც სულ გაბრაზებული იყო სულის, აი რაღაცა თითქოს ბედნიერად გრძნობს თავს. არ იცის მომავალში რა იქნება, მაგრამ იცი რა არის, შესაძლებელია აქ იყოს მამაკაცი ხო გეუბნებით დაქორწინებული, ან ნახეთ როგორი სიტუაცია, ხო აქ სამკუთხედია, ან ნახეთ როგორი სიტუაცია, ხო შეიძლება აქ მამაკაცი იყოს დაქორწინებული და შეიძლება შეაჩერა ახლა რაღაც ურთიერთობა თქვენთან რა და ხართ მოლოდინში ამ ადამიანის, იმიტომ რომ შეიძლება ოჯახში რაღაცა პრობლემები აქვს და არ იცით ახლა მომავალში ეს თქვენი ბედნიერება ისევ გაგრძელდება თუ არ გაგრძელდება. მოიცა შეჩერებულია?
ბაკ მოგეუბნებით. აქ კიდე როგორი სიტუაცია გამეშალა, იცით? ხო, შეჩერებულია ხა თქვენთან ურთიერთობა, მაგრამ აქ უფრო რა არის, იცი? всё, მოვიდა ეხლა. თქვენ შეიძლება იხსენებთ იმ ბედნიერ ემოციურ მდგომარეობას, რაც ამ კაცთან გაკავშირებდათ. ეხლა ხართ მოლოდინში, არ იცით რა იქნება, როგორ იქნება. თითქოს ხან მომენტებში იმედიც აღარ გაქვთ. შეიძლება სხვაობაა თქვენ შორის, არ არის გამორიცხული და ამიტომ ფიქრობთ არ ვიცი რა იქნება მომავალში. ანუ მაგრამ ამ ყველაფერს არ გამოხატავთ ხართ, ასე ვთქვათ, ძალიან ცივ მიწიერ დონეზე, ცივ პოზიციაში. თითქოს აი მკაცრად ხართ ამ ადამიანის მიმართ, თითქოს გაბრაზებული ხართ და ის არის, რა ქვია, არც საუბრობთ ამ საკითხზე არავისთან. აი ესეთი სიგნიფიკაცია არის დღეს ჩვენთან. ესეთი ქალბატონები მოვიდნენ დღეს ჩვენთან. წამდეს დავაბრუნო თავის ადგილას. ვნახოთ ეხლა აბა. როგორც ჩანს, მოლოდინში ხართ. რას გიმზადებ სამყარო? მაგ სიტუაციაში ახლა რაშიც ხარ შენ? რას გიმზადებ სამყარო? უახლოეს მომავალში. ნუ სადღაც ერთი თვე აიღეთ. აქ გაკვეთილში ხართ, იცით რომ ეს არის კარმული არხი ჩვენი ზოგადად, ძირითადად სიღრმისეულად ჩავდივართ. ჩემო ძვირფასებო, სამყარო გეუბნება აქ. ეს სამკუთხედი სიტუაცია, რომელშიც შენ იმყოფები და რომელშიც აზარზე არ ახარ, არ იცი რა იქნება და როგორ იქნება. ეს არის შენი გაკვეთილეობრივი მდგომარეობა, მაღალსულიერი ვიბრაციული კანონებით. და სწორედ მაგიტომ ხარ მაგ ენერგიებში. კარგით და ამ გაკვეთილში ამ ადამიანმა რა უნდა გაიგოს, ანუ რისთვისაა, ანუ სწორედ უნდა დავსვათ კითხვას წამე, ეს გაკვეთილი როგორ უნდა გაიაროს ამ ქალმა? აქ თუ ცოლები მიყურებთ, აქ თუ ცოლები მიყურებთ, გეტყვით იმას, რომ აქ თქვენი თავის ფასი უნდა შეიცნოთ. თქვენი თავის ღირებულება უნდა შეიცნოთ, საკუთარი თავი მომართოთ, აი როგორ არის, ეს არის გაკვეთილი იმისა, რომ თქვენი თავი შეიყვაროთ, აღიაროთ თქვენი თავი. აქ გლოვაში არ უნდა იყოთ ამ ადამიანთან დაკავშირებით. აქ ეს სიტუაცია მოცემულია იმიტომ და ეს ახალი ეტაპი უნდა დაიწყოთ ცხოვრებაში. ეს ახალი ეტაპი მომართულია უშუალოდ ცირაზე, რისიც გეშინოდათ ცხოვრება. შეიძლება სამსახური არ გაქვთ, არ მუშაობდით. აქ გეუბნებიან პირდაპირ, რომ ნუ გაქვს შიშები, გადი, ეს არის შენი ამოცანა სულის განვითარების კუთხით, რომ მოხდეს. ეს არის ბიძგი იმისთვის, რომ მოხდეს შენი, ასე ვთქვათ, პროდუქტიულობა, შენი, ასე ვთქვათ, საჭიროება. შენ ჭირდები ადამიანებს, შენ რაღაცა უნდა აკეთო, რა არის რაღაცა შენში გასახსნელი ცოდნა გაქვს, რომელიც არის დახურული, გამიგე და ეს უნდა გახსნა. საიდანაც გექნება დიდი ფინანსური სიუხვეც. იცი რა არის, დგახარ, ანუ როგორც კი მტკივნეულ ფიქრებში ვარდები, შენ არ აკეთებ ქმედებას.
ამ მტკივნეული ფიქრები სტოვებ, თითქოს იბუტები მიდიხარ და ელოდები, როდის მოვა მამაკაცი და როდის მიიღებს გადაწყვეტილებას შენს მაგიურად. აი, ეს არის შენი გაკვეთილი. აქ საკუთარი თავის მართვა, საკუთარი თავის ფასის გაგება, საკუთარი აღიარება, საკუთარი თავის და გამოსვლა ვიღაცის დამოკიდებულებისგან, ჩემო ძვირფასებო. ეს არის გაკვეთილი. კარგი. ძალიან ჭკვიანი ქალი ხარ, ძალიან ბევრი ცოდნა გაქვს, აქ ასევე მაგასაც მეუბნებიან და ეს არის, რა ქვია, ეხა ეს ცოლებზე ვიზეც იყო და ვიზეც ცოლებზე არ იყო აქ საუბარი, აქ რას გეუბნებიან, იცით? ეხა ვინც პირველი სიგნიფიკაცია იყო, ვისიც იყო ის პირველი ინფორმაცია. მან გეუბნებიან იმას, რომ შენი გაკვეთილი რაში მდგომარეობს, ჩემო ძვირფასო. რა გელოდება, შენი გაკვეთილი იმაში მდგომარეობს, ჩერეს ამ გულის ტკივილით, რომ ამ სამკუთხედში არ იყო და მიიღო გადაწყვეტილება და დატოვო ეს მტკივნეული ფიქრები და ანუ მიიღო გადაწყვეტილება, რომ წახვიდე ამ ურთიერთობიდან. აი და რას გიმზადებს მამაკაც, ახალ ადამიანს, რომელიც შემოვა, მთავარია შენ ეს გადაწყვეტილება მიიღე, რომ მე არ მინდა სამკუთხედში ყოფნა, იმიტომ რომ ეს არის უდიდესი კარმული გაკვეთილი, ერთი რამე იცოდეთ, ეგ კაცი არასდროს არ დატოვებს, ვინც სამკუთხედში ხარ, თავის ცოლს. ეს ხდება ძალიან იშვიათად და ფაქტიურად არ ხდება. და შენ თუ გიყვარს შენი თავი, აქ ეუბნებიან შეიყვარე შენი თავი, შენ გიმზადებ სამყარო ახალ ადამიანს, მამაკაც, რომელიც მთავარია შენ მიიღე გადაწყვეტილება და ეგრევე მზად არის სამყარო იმისთვის, რომ მოგცეს ეს მამაკაცი და გადაწყვეტილებას რომ მიიღებ, აი ამ მტკივნეულ ფიქრებში ყოფნისას, მიუხედავად იმისა, რომ მტკივნეულ ფიქრებში ხარ, მიიღებ გადაწყვეტილებას, მოვა და გამოგიყვანს. რჩევა შენ სამყაროსგან, შენთვის სამყაროსგან რჩევა. რჩევა არის ჩემო კარგო ის, რომ ეხლა რა პოზიციაშიც ხარ, შეიძლება ტირი ხარ და ფიქრობ, რომ უკან მისაბრუნებელი გზა აღარ არის. ნუ ნერვიულობ ამაზე, იმიტომ რომ როგორ იყავით კარგად ამ ყველაფერზე და არ იცი რა იქნება და როგორ იქნება და ასე შემდეგ. ნუ ნერვიულობ ამ ყველაფერზე, რატო ნუ ნერვიულობს? აი მე ღმერთო. ჩემო ძვირფასო, ნუ ნერვიულობ, იმიტომ რომ შენ ხარ, აი ციკლურად ტრიალებ და ეს ხო, შენი ოცნება რაც არის, ხო, იმაზე იფიქრე. შენი ოცნება რაც არის, იმაზე იფიქრე. აქ სამყარომ, თვით სამყარომ, ასე ვთქვათ, ჩაქსვა მაგ წრეში, რაშიც ხარ და მოგცა საშუალება, რომ გახდე მასშტაბური. აქ როგორი რაღაცა აქ ვინც მიყურებს აქ და გაშორებულიც არის, მაგასაც ეუბნებიან, რომ გაეცი შენი ცოდნა, შენ უნდა გახდე მასშტაბური, შენ თუ საზღვარგარეთ გადასვლას ფიქრობ, იქ გელოდება ძალიან დიდი ბედნიერება, აქ გეუბნება სამყარო და ეს სიტუაციაც იმიტომ მოხდა და იმიტომ გაჩერდა ასე, რომ შენ უნდა წახვიდე, იქ რაღაცა მისია გაქვს, საზღვარგარეთ უნდა წახვიდე, კი. აი ესეთი იყო ინფორმაცია, ჩემო ძვირფასებო. თქვენთვის არ ვიცი ვისია ვიდეო, ძალიან გამახარებთ თუ კომენტარებში დააფიქსირებთ თქვენს ემოციას, ენერგიას და ენერგომიმოცვლის სახით დალაიქებთ ვიდეოს. მე კი გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. თქვენთან დიდი ტრანსფორმაციის პროცესი მთავრდება და გინდათ თუ არ გინდათ ახალ ეტაპზე გადადიხართ, რომელზეც ჯერ აზრზე არ ხართ. ენერგომიმოცვლის სახით თუ დალაიქებთ ვიდეოს, მეც მადლიერი დაგრჩებით და სამყაროც. ასევე ეს ფორმატი, დალაიქების ფორმატი თქვენს ენერგიას აფიქსირებს არხზე და შემდეგ გაშლებში უკვე ხო, უფრო მეტი არა არის, ჩემო კარგებო, ჩვენი სივრცე, ენერგეტიკა და ენერგიას არ ჭირდება პირისპირ ნახვა. ენერგია როდესაც ფიქსირდება, ის ენერგია მოდის ჩემთან და ავტომატურად იმ ენერგიაზე დასმული კითხვები და გაუგებარი სიტუაციებზე მოდის მერე უკვე ჩემი გამტარობით პასუხები თქვენთან. გემშვიდობებით, დიდი სიყვარულით გისურვებთ ბედნიერ საღამოს, იმიტომ რომ ეს ვიდეო საღამოს იწერება და ბედნიერ ხვალინდელ დღეს. დროებით, ჩემო კარგებო.